აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიერმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გადამზადდებიან სამოქალაქო ინტეგრაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, კომუნიკაციის პრინციპებისა და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებით. პროგრამას მინისტრის აპარატი რეგიონებში დევნილ მოზარდთა მხარდაჭერისა და გაძლიერების ფარგლებში ახორციელებს. მიღებული გამოცდილება კი მონაწილეებს განვითარებასა და სწორი უნარჩვევების გამომუშავებაში შეუწყობს ხელს. მინისტრის აპარატი უკვე საკმაოდ დიდი ხანია რეგიონებში მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს დევნილი ახალგაზრდებისთვის. მსგავსი პროექტი ასევე იხსნება დღეს წყალტუბოში და ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებს მიიღონ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ მომავალში ხელს შეუწყობს რომ ჩამოყალიბდნენ ნამდვილად სოციალიზებულ ახალგაზრდებად. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ჩვენ უკვე განვახორციელეთ 8 რეგიონში ეს პროექტი და ნამდვილად იმდენად კარგი უკავშირი გქონდა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება კიდე იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. წყალტუბოში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრს ჩაეყარა საფუძველი. ეს ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებდა ხონის მუნიციპალიტეტში უკვე 2 თვის განმავლობაში. დღეიდან კი შესაძლებლობა ექნებათ წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მიიღონ ეს მომსახურება. მათ მაღალკვალიფიციური ტრენერები ჩაუტარებენ ყოველ შაბათ-კვირას ტრენინგებს და ეს შეხვედრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის საქმე დარბაზში ჩატარდება. ამ დრომდე ანალოგიური საგანმანათლებლო შემეცნებითი სივრცე წარმატებით ფუნქციონირებდა ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერი, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მე რამოდენიმეჯერ ვიყავი პროცესზე, როცა ტრენინგები მიმდინარეობდა, საკმაოდ აქტიურად იყო ბავშვები ჩართულები და ზუსტად ეს არის იმის მანიშნებელი, რომ თვითონაც რაღაც ნაკლოვანებას განიცდიან და ეს ნაკლოვანება მათ ამ პროექტიდან გამომდინარე შეიძინეს ის, რომ სამოქალაქო განათლება, რომელიც საზოგადოებაში ინტეგრირების წესჩვეულებები შეისწავლეს ის თუ რა ვალდებულება აქვს, რა უფლებამოსილება აქვს ბავშვად ადგილობრივ ხელისუფლებას, ცენტრალურ ხელისუფლებას, მათი როლი, მათ ფუნქციონირება და ამ კუთხით აიმაღლეს ბავშვობა გარკვეული უნარები. ჩართული იყო 60-მდე ახალგაზრდა დევნილი, მათ მიიღეს ინფორმაცია სამოქალაქო განათლების საკითხებზე, როგორც არის მუნიციპალიტეტში, როგორ უნდა ჩაერთონ უმაღლეს სახელმწიფო დონეზე მათი აქტიურობის შესაძლებლობები, მომავალი პროფესიები, პროექტის წერა და საბოლოოდ შედეგი მიღწეული იქნა ის, რომ ბავშვებმა ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც აპირებენ სკოლებში იარონ თავად და ახალგაზრდებს გააცნონ ეს ინფორმაცია, ვთვლი რომ ეს არის